მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგან. უღმესი მადლობა იმისთვის, რომ გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და კომენტარებთ. ვინც არ მიცნობთ, გაგეცნობით, მე ვარ კატო. მინდა რამოდენიმე წუთი წაგართვათ და გითხრათ, რომ თვის ბოლომდე, ანუ დღეიდან იქნება აქცია. შეგიძლიათ გადახვიდეთ Facebook გვერდზე, აუცილებლად ლინკსაც დავდებ ვიდეოს ქვემოთ. სადაც ჩამოწერილია კითხვები თქვენი პირად ურთიერთობასთან დაკავშირებით, პასუხებს მიიღებთ voice-ით და გაერკვევით რა ხდება თქვენს და თქვენი პარტნიორის სიტუაციაში, ხო? რისთვის არის ეს ადამიანი თქვენთან, რა მისია გაქვთ ერთმანეთთან, რამეს მალავს თუ არა, რას ფიქრობს, როგორ განვითარდება ურთიერთობები, რა პერსპექტივები გაქვთ და ასე შემდეგ. ასე რომ ლინკს აუცილებლად დავდებ, შეგიძლიათ გადახვიდეთ, ნახოთ აქციის ფარგლებში რა, როგორ და რანაირად ხდება. ასევე მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ადამიანისგან მომდის ხოლმე წერილები რიტუალებთან დაკავშირებით და გადავწყვიტე, რომ გავაკეთო რიტუალი, ოღონდ იქიდან გამომდინარე, რომ კონკრეტულად ესე ინდივიდუალური რიტუალები ძალიან ძვირადღირებული საშუალება გადავწყვიტე, რომ გავაკეთო ესეთი წმენდის რიტუალიც და მოზიდვის რიტუალიც, ის რომელი უნდა მხოლოდ და მხოლოდ 10 ადამიანს მივიღებ. ეს იქნება კონკრეტულად იმ 10 ადამიანისთვის განკუთვნილი რიტუალი და მისი ღირებულება შეადგენს პირდაპირ ვიტყვი 100 ლარს. ანუ თქვენ გექნებათ საშუალება, რომ ჩაიტაროთ რიტუალი, ენერგეტიკული წმენდა იქნება თუ მოზიდვის პირადი ან ფინანსების, კონკრეტულად მცირე ჯგუფთან ერთად, ხო? ესე რომ ვთქვათ. ეხლა კი მინდა გავაკეთო გასვლა ესეთი დიდი ხნის წინ მომწერეს, რომ თუ შეიძლება, რომ დაოჯახებულ ადამიანებზე გავაკეთოთ გასვლაო, ანუ ვინც არიან ოჯახში და აერიათ სიტუაცია, ხო? ვერ ხვდებიან რა ხდება, ანუ მეუღლე რატო იქცევა რაღაცა უცნაურად, ან რა სიტუაცია, ხო? აი რაღაცა ესეთი სიტუაციის მქონე პირებს აქვს სურვილი და მოდით გავაკეთოთ ესე ვფიქრობ, რომ ვარიანტებად გავაკეთებ, იმიტომ რომ ყველასთან ერთი და იგივე არ იქნება, ამიტომ გავაკეთოთ ორი ვარიანტი და ვარიანტები რაღაცა რა გამოვიყენეთ ვარიანტებისთვის, ისე რომ თქვენთვის გაატუდეს. მოდით ესე გავაკეთოთ, ერთი იყოს ესეთი ბუმ, პირველი ვარიანტი და მეორე იყოს ესეთი გნომიკი და ვნახოთ. პირველი ვარიანტი ბუმ, მეორე ვარიანტი გნომიკი, შეარჩიეთ, ან 1 euros მიხედვით, ან ციფრების მიხედვით ვარიანტები, ან უბრალოდ ესეთი ფიგურებიდან გამომდინარე, ხო? და ვნახოთ. ეხლა რა ხდება თქვენს ურთიერთობაში, კონკრეტულად როგორი სიტუაცია გაქვთ და რა არის ის მიზეზი, რატომაც მოხდა თქვენი ურთიერთობის ესეთი არევა, ხო? მე მგონი საკმარისია დრო იმისთვის, რომ არჩევთ, თუ არა დააპაუზეთ, მე გადავდებ მეორე ვარიანტს და ვნახოთ. პირველი ვარიანტი ვინც აირჩა ესეთი ბუმ, ვნახოთ რა სიტუაცია ახლა. უბრალოდ მოდით ჯერ ვნახოთ თქვენ კონკრეტულად რა ენერგიებში იმყოფებით, რომ უფრო გაგიმარტივდეთ თქვენია თუ არა გაშლა, რომ მიხვდეთ. თქვენ როგორ ენერგიებში ხართ? თქვენი ენერგიები. თქვენ ხართ იცით როგორ ენერგიებში, არ იცით რა უნდა გააკეთოთ და არ იცით რა უნდა გააკეთოთ, ან გახვიდეთ ურთიერთობიდან, დაელოდეთ, ან თითქოს თან მოქმედებთ, მაგრამ თან უმოქმედობაში ხართ, ასე ვიტყოდი, ხო? ანუ თან ფიქრობთ იმას, რომ შეიძლება ხوارჯობია ცოტა ხანი გავერიდო სიტუაციას, ან რაღაცა მივცე ამ ადამიანს საშუალება დაფიქრდეს, ხო, რაღაც მომენტში. მეორე მხრივ
არ გინდათ, იმიტომ რომ თქვათ ჯერ კიდე ელოდებით და ცდილობთ რომ რაღაცა ის კვანძი რაც გაქვთ შეინარჩუნოთ, ხო თქვენი ენერგიები. ძალიან ბევრს ვფიქრობთ ამაზე და ძალიან გტკივათ ესე ვიტყოდი პირველი ვარიანტის მაყურებლებო. აქ გაქვთ ის მის შეგრძნება რომ მესამე პირების მდგომარეობაც ხომ არ არისო. აქ როგორი მომენტია და აი რაღაცნაირად ძალიან ბევრს ვფიქრობთ. აქ შეიძლება იყოს ესეთი რაღაცა, ნახეთ, გამოცდილებაც, სადაც ერთხელ უკვე მოხდა თქვენ შორის რაღაცა პრობლემა, რომელიც შესაძლებელია კიდევ ერთხელ ვიძახე, რომ გამოწვეული იყო რაღაცა ვიღაცის არსებობა ჩარევის მდგომარეობით, ეს აუცილებელი არ არის, ხო, პარტნიორი იყოს, ეს შეიძლება იყოს რაღაცა ოჯახის წევრები ან მეგობრები ან ვიღაცა, ხო, ადამიანი. მესამე კონკრეტულად პირი ორ ადამიანის ცხოვრებაში ჩარევის მდგომარეობა და თითქოს აი რაღაცა პარალელების გავლებასაც აკეთებთ, მაშინაც ესეთი სიმპტომები ხო არ ქონდა ამ ადამიანს, ხო, რაღაცა ძალიან ბევრს ფიქრობთ. კიდე როგორ ენერგიებში ხართ. გინდათ მოქმედება, ვიცით რა არის, აი რაღაცნაირად გინდათ რომ მაინც იქნებდა შეძლოთ და თავიდან მისცეთ სიტუაციას, მდგომარეობას, ურთიერთობას განახლების საშუალება. აი რაღაცნაირად იცით როგორი მომენტია, ძალიან მაქსიმალ აი თან არ აქტიურობთ თითქოს, მაგრამ თან გაქვთ ის რაღაცა სიტუაციები, ოღონდ უფრო ვიტყოდი, რომ თქვენი თავის ტრანსფორმაციის მდგომარეობა, ხო, ითქვათ, ვიღაცა მთელი ცხოვრება ვთქვათ ოჯახში იყო, რაღაც ცდილობდა ცხელი სადილი დაეხვედრებინა, ბავშვებისთვის მიეხედა და ასე შემდეგ, ხო? ეხლა რაღაცა სამსახური იქნება შევეხიდე, ვთქვათ, რაღაცა გადაიღალა და ეხლა ცოტა მეც სხვა პასუხისმგებლობებს ავიღებ. აი თქვენს ენერგიებში, აი ხო გეუბნებით, როგორი მომენტია, თან უმოქმედო ხართ, უმოქმედო ალბათ უფრო იმასთან მიმართებაში, რომ ანუ ცდილობთ არ შეუქმნათ ამ ადამიანს რაღაცა დისკომფორტი, თქვათ ოჯახში, ხო? და მაქსიმალურად თქვენ თავში კეტავთ ამ ყველაფერს და თქვენ თავთან ცდილობთ რომ იყოთ რაღაც გარკვევებში. და თან ამავდროულად მოქმედებთ, ოღონდ მოქმედებთ საკუთარი შეცნობის, საკუთარი აზრების, საკუთარი მიდგომების განახლებაზე. კარგით, კონკრეტულად რა ხდება ახლა თქვენ სიტუაციაში, აბა თქვენს მდგომარეობაში, რა სიტუაცია არის ოჯახი? ნახეთ, აქ აშკარად თქვენს ოჯახში რაღაც აქტიურად აი თითქოს როგორი მომენტია, იცით, რამდენადაც თქვენ ცდილობთ რომ შეინარჩუნოთ ყველაფერი, იმდენად თითქოს მეორე მხრიდან ძალიან ესეთი აქტიური გაურკვეველი ქმედებები არის. აქ შესაძლებელია ვიღაცას პირდაპირ გაუცხადეს კიდევაც, რომ დრო არის, მე მგონი, დაშორების, რაღაცა ცვლილებების, რაღაც სიტუაციების აქ ხდება. აი ნახეთ როგორი მომენტი, რომ აი მე მგონი ყველაფერი წარსულში გადადის. ნახეთ თქვენთან სიტუაცია არის ისეთი, რომ ინარჩუნებთ ასე თუ ისე, ხო გითხარით, აი თქვენ ინარჩუნებთ. ეს ოჯახი, რომელიც ამოვიდა, არის თქვენს მიერ შენარჩუნებული მდგომარეობა და თქვენ აქტიურობაზე და თქვენს რაღაცა გათვითცნობიერებაზე დაყრდნობით. როგორც ასეთი თქვენს ურთიერთობაში არის ძალიან დიდი კრახი, ძალიან დიდი ტკივილი. თითქოს ადამიანი ვერ იგებს თქვენს გამოძახილს, რატო აკეთებთ ამ ყველაფერს, ხო, რაღაც აქ არის ის მომენტი, რომ შეიძლება კიდევ ერთხელ ვიძახე რაღაცა გაყრასთან დაკავშირებით საუბარიც, რაღაც კი, ნახეთ როგორი მომენტი, ვეღარ ვივსები შენით, ვეღარ ვახერხებ რაღაცა დავიბრუნო ის სიყვარული, ხო, რაღაცა ჩიხში ვარ შესულები, მე მგონი ყველაფერი წარსულში არის, ხო, რაღაც არის გულგატეხილობა, მტკივნეული მომენტები. კიდევ ერთხელ ვთქვათ, აქ როგორც ჩანს არიან მესამე პირები, რომლებიც ერევიან. და ეს ერთხელ არ იყო უკვე, კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს ადრეც მომხდარა, ადრეც გქონდათ მსგავსი სიტუაცია.
და ეხაც თითქოს რაღაცა ეს მესამე პირებმა ისევ გამოყვეს თავიანთი აზრები, ესე რომ ვთქვათ. კარგით, რატომ ხდება ეს ყველაფერი თქვენთან? იცით რა არის, რატომ ხდება ეს ყველაფერი თქვენთან? მე მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ხართ წყვილი მეორე ოჯახის არკანიც ამოვიდა. თქვენ ხართ პენტაკლების მეფე, პენტაკლების დედოფალთან ერთად. რაღაც ახალის ჩამოყალიბების მდგომარეობა შეგიძლიათ გადაარჩინოთ და კიდევ ერთხელ გონი თქვენ უკვე ერთხელ გადარჩენილი ყავთ ეს ოჯახი, ერთხელ უკვე შეძელით, მაგრამ ეხა რაღაცნაირად ვეღარ ხედავთ, თითქოს ვეღარც თქვენ ვეღარ ხედავთ საიდან მიუდგეთ ამ სიტუაციას. რატო არის ეს სიტუაცია? იმიტომ რომ ადამიანი ვეღარ ახერხებს გამოსავლის პოვნას, ვეღარ ახერხებს შეინარჩუნოს ოჯახი, რომელიც ესე ვთქვათ თავზე ემთხვევა, ხო, ვეღარ ახერხებს რომ დაიჭიროს ის ოჯახი, რომელიც მას ვთქვათ უნდა. ეს ადამიანი არის ჩაკეტილი. ნახეთ, კიდევ ერთხელ გავთ, მესამე პირები ნამდვილად არსებობენ თქვენთან მიმართებაში. აქ ადამიანი არის ჩაკეტილი, მასზე მანიპულატორობენ, მასზე ეს არ არის, ხო, კიდევ ერთხელ გონებით, მაინდა-მაინც ვიღაცა სხვა ქალის არსებობაზე არ ვლაპარაკობ, რა თქმა უნდა, საჯაროა გაშლა და ყველასთან სხვადასხვა მდგომარეობა, მაგრამ როგორც ასეთი აქ არიან მესამე, ვიღაცასთან სხვა ქალბატონი ან სხვა მამაკაცი, ვიღაცასთან მშობელი, ხო, ვიღაცასთან რაღაც ყოფილი ურთიერთობა, ვთქვათ, ყოფილი ცოლი ყავდა და ყოფილი ოჯახი ყავდა, ხო, ანუ არის რაღაცა მდგომარეობები, რომელიც, კონკრეტულად პირველი ვარიანტთან არის სიტუაცია, როდესაც მესამე ადამიანები ერევიან. რატო ხდება ეს? სამიან ხმარიც. კი, ნამდვილად ეს მომენტია, სამიან თესებით შემოყარდება. პირველი ვარიანტის სიტუაციაში ადამიანი არის გაურკვევლობაში, გაორებული, მას ესე ვიტყოდი, რაღაც მომენტში ნამდვილად არ უნდა ოჯახის გაშვება, მაგრამ ფიზიკურად მას შესაძლებელია რომ მოქმედებდნენ მანიპულატორული ქმედებებით, ადამიანის გონება გაორებული არის, არ იცის როგორ შეინარჩუნოს, არ იცის რა უნდა გააკეთოს, წავიდეს, ანუ ვერ გადაუწყვეტია, ვერ მიუღია გადაწყვეტილება, სიმართლე გითხრათ. თან არ უნდა ამ ყველაფრის დათმობაც, ესე ვიტყოდი. და კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ თქვენ ეს ადამიანი გხედავთ მის პარტნიორად, ანუ აქაც თასების დედოფალი, თასების მეფესთან, ნახეთ, წყვილში ამოდიხართ ყველა შემთხვევაში. არ უნდა ამ სიტუაციის დათმობა, რაღაცა თითქოს დროს ელოდება, რომ იქნებ რამენაირად მოხდეს, თავისით დაალაგდეს ყველაფერი. მაგრამ ამ ადამიანზე ხდება მანიპულატორობა, ხდება რაღაცა ზეწოლა, ესე რომ ვთქვათ, რომლითაც შეიძლება ითქვას, რომ ადამიანს უჭირს რაღაცა სწორი გადაწყვეტილების მიღება. კიდევ ერთხელ გეტყვით, აქ შესაძლებელია იყოს მაგიური ქმედებებიც ჩარეული და არა მარტო მაგიური, ანუ კიდევ ერთხელ ვიძახი, ხანდახან მანიპულატორობა და რაღაცა ადამიანის გაურკვევლად ყოფნა, თუნდაც საუბრებით უფრო შეიძლება მძიმე იყოს, ვიდრე რაიმე მაგიური ზემოქმედება თქვა და ნახეთ, პირველი ვარიანტის წარმომადგენლებო, სამწუხაროდ თქვენს ურთიერთობაში არიან მესამე პირები, რომლებიც ერევიან, რომლებიც თქვენს ურთიერთობას აპაუზებენ, თქვენს ურთიერთობას შლიან და ადამიანს აქვს გაორებული მდგომარეობა. ვეღარ ხვდება როგორ მოიქცეს, შეიძლება რაღაც მქონდეს ის მომენტიც, რომ ვიღაცასთანაც საუბრობდეს ამ თემასთან დაკავშირებით, ყავდეს ვიღაც ისეთი ადამიანი გვერდში მეგობარი, რომელიც სწორ რჩევას ეუბნება, მაგრამ იმდენად არის ეს ადამიანი დაკეტილი და იმდენად ხდება ამ ადამიანზე ზეწოლა, რომ ამ ეტაპზე დაპაუზებულია მისი გონება და აი რაღაცნაირად გაურკვევლობებში იმყოფება. აი ეს არის მიზეზი პირველი ვარიანტისთვის. თუ თქვენ თავი ამოიცანით, შეგიძლიათ კიდევ უფრო ვცლად კონკრეტულ პირად დიაგნოსტიკასთან მიმართებაში უფრო დეტალურად მიიღოთ ინფორმაცია ამ ყველაფერთან მიმართებაში.
გადავდებ პირველ ვარიანტს და მეორე ვარიანტი ვინც აირჩია მეორე ვარიანტი ვნახოთ რატო ხდება თქვენს ოჯახში განხეთქილება რატო დაიძაბა სიტუაცია რა გიშლით ხელს და პირველ რიგში მოდით ვნახოთ თქვენი ენერგიები რომ ნახოთ თქვენია თუ არა გაშლა თქვენი ენერგიები იცით რა არის აქ ნახეთ როგორი მომენტი არის აქ არის ესეთი სიტუაცია თქვენი ენერგიები რასაც ქვია თქვენ საკმაოდ აქტიური ადამიანი ხართ საკმაოდ მიზანმიმართული ადამიანი ხართ მაგრამ რაღაცნაირად თითქოს აი თქვენი ენერგიები არის გამოცლილი ნახეთ აი ძალიან ბევრი ჩავდე ძალიან ბევრს ვაკეთებ ძალიან აი თითქოს იცით როგორი მომენტია გადაღლილი ხართ აქ რაღაცა ენერგეტიკულად თითქოს არის ის მომენტი რომ შანსიც ბევრი გაქვთ რაღაც აქ მე მგონი იცით როგორი ადამიანები მოხდით 24/7-ზე რომ მუშაობს 24/7-ზე რომ გონება ჩართული აქვს თავისი სურვილები მიზნები და ემოციები რო გვერდზეა გადადებული და უკვე გაუსაძლისი რო არის ამ ადამიანისთვის ამდენი ტვირთის ზიდვა. აი ესეთი რაღაცა ენერგიებით მოვიდა ადამიანი. კიდე რა ენერგიებში ხართ? ნახეთ აქ კიდევ ერთხელ გეუბნებით ხართ საკმაოდ ესეთი თვითკმარი ადამიანები ერთის მხრივ იმ მხრივ რომ თქვენ შეგიძლიათ რომ ყველაფერი გააკეთოთ იმის რომ ბედნიერი იყოთ და ჩადოთ ენერგიები და აი ნახეთ ზუსტად ის მომენტია რომ იმდენად ხართ გადართული აი იმ შრომაში იმდენად ხართ გადართული ამ სიტუაციების დაალაგებაში რომ გჭირდებათ სიყვარული გჭირდებათ ემოციები აი რაღაცა ემოციურად გამოცლილები ხართ ესე ვიტყოდი მხოლოდ სამწუხაროდ რაღაცა კონკრეტულად მატერიალიზმზე გადართულები იმიტომ რომ თქვათ ოჯახი სარჩენი ყავს ხო იქ რაღაცა ბავშვათასი რამე სჭირდება იქ რაღაცა კომუნალურები თუ რაღაც ხო აი აქ მეორე ვარიანტის ადამიანები ვინც მოვიდნენ არიან ადამიანები რომლებსაც როიტყვიან თავი აქვთ განწირული და გადადებული მხოლოდ ამ ეტაპზე სამუშაოსთან მიმართებაში და თავისი ემოციური მდგომარეობა ძალიან ჩიხში აქვს ხო რაღაცნაირად არ ხერხდება შევსება აი დავიღალეთ სამსახურში და სახში მინდა რომ მივიდე თქვათ ემოციურად რაღაცა შემავსონ სიყვარული მომცენ რაღაც მომეფერონ ლამაზი სიტყვა მითხრან ხო მაგრამ იქაც რაღაცა პრობლემებია და შესაბამისად უკვე გაურკვევლობაში ვარ, აი როგორ უნდა მოვიქცე, ხო, არ ვიცი, არა და მაქსიმალურს ვაკეთებ, ასეა თუ ისეა, მაინც თავსაცუვლით, საინტერესოებიც ვართ, კარგი განათლებაც გვაქვს, მოაზროვნეებიც ვართ, ხო, მაგრამ ნუ რაღაცა არ ხდება ისე, რომ მივიღო ის რესურსი, რომელიც მე ცოტა უფრო გამაბედნიერებს, თქვათ, რაღაცა თუნდაც რა ლამაზი კაბა გაცვია, ხო, ან რაღაცა თმა ესე უფრო ლამაზად გაქვს და გიხდება. კარგით, ნახოთ, აბა რა ხდება თქვენ სიტუაციაში პირდაპირ მაგის. თქვენ სიტუაცია, არ ვიცით, შემოკარგება აქ უკვე შეიძლება ფაქტიურად დასრულებული ურთიერთობის მომენტიც იყოს, ან უკვე ადამიანი წასული არის თქვენგან, თითქოს აქ უკვე ჩიხში ხართ ძალიან კაფიო შესულები, აქ არის ძალიან დიდი კონფლიქტის მდგომარეობა იმასთან მიმართებაში, რომ თავდაყირა დადგა თქვენი ცხოვრება, ესე რომ ვთქვათ, რა ხდება. ნუ აქ უკვე პირდაპირ გეტყვით, რომ აქ უკვე ფაქტიურად ადამიანს გადადგმული აქვს ნაბიჯი იმასთან მიმართებაში, რომ всё მიდის. შეიძლება კიდევაც წავიდა, შეიძლება კიდევაც
გარიდებული ხართ ეხა ამ ეტაპზე არ ხართ ერთად ანუ ცალ-ცალკე ხართ შეიძლება ხელი არ გაქვთ გაწერილი ჯერ და რაღაცა ის საბოლოო წერტილი არ გაქვთ დასმული მაგრამ აქ უკვე თითქოს ადამიანები ერთ სივრცეში აღარ არიან ძალიან ჩიხში არიან შესულები ძალიან ბევრი გულისტკივილი არის კოშკის არკანი დასრულება აქ ადამიანსაც რაღაცა გამორთულია ყველანაირი ემოციები აქ უკვე კონკრეტულად მაგიური ზემოქმედების ქვეშ იმყოფება თქვენი ურთიერთობა და აქ უკვე თითქოს რაღაცა შორს არის უკვე ურთიერთობა აქ უკვე აშკარად გადაწყვეტილი მდგომარეობა არის კარგით. რატომ მოხდა ეს ყველაფერი? იცით რა არის აქ არ ვიცი ხა შეიძლება ადამიანები მიყურებენ რომლებიც რაღაც მომენტში ერთად არ არიან სახლში თქვი მაგრამ ნახეთ კიდევ როგორი მომენტია აქ შეიძლება დისტანცირებული ანუ ცოტა ისე გამომივა ნათქვამი, მაგრამ ნახეთ, უნდა გითხრათ ესე. აქ იმდენად გადაერთეთ სამუშაოზე ქალბატონები თუ ბატონები პარტნიორი, ანუ ერთ-ერთი პარტნიორი ხო, რომელიც უყურებს ახლა ამ გაშლას. იმდენად გადაერთეთ რაღაცნაირად ოჯახის ქალიც, კაციც ყველაფერი თქვენ ყოფილიყავით, რომ ადამიანს აღარ დაუტოვეთ საშუალება თითქოს მასაც ეზრუნა თქვენზე რაღაც მომენტში, მაგრამ ნახეთ, რატომ მოხდა ეს ყველაფერი? აი აქ იმდენად შეიძლება აქ ტერიტორიული სიშორის მომენტი იყო, ნახეთ როგორი მომენტი არის აქ ტერიტორიული სიშორის მდგომარეობაც იყო, სადაც უკვე ვეღარ იღებდა ის ადამიანის ემოციურ სიტუაციას, ანუ თქვათ თქვენ ემიგრაციაში ხართ წასული და ადამიანი აქ მარტოა დარჩენილი, რა თქმა უნდა, ვეღარ იღებს მდგომარეობას, რაღაცნაირად მის ცხოვრებაში შემოდის უკვე სხვა სიტუაცია და ნუ მერე როგორც ხდება ხოლმე ხო რაღაც ბოლომდე რომ იყოს ეს ადამიანი ვიღაცის, ნუ ხანდახან ცოტა არასწორ ქმედებასაც მიმართავენ ხოლმე. აქ სიტუაცია მეორე ვარიანტთან არის ცოტა უფრო რთული მდგომარეობა. შესაძლებელია ის მომენტიც, რომ ნახეთ მაინტერესებს აი აქ რაღაცა მომენტში ნახეთ შეიძლება ესე ვთქვა რომ თქვენ იმიტომაც აიღეთ ყველაფერი თქვენს თავზე და იმიტომაც მოხდა თქვენი ცალ-ცალკე ყოფნა რომ თქვენს ურთიერთობაზე თავიდან იყო გაკეთებული მაგიური ზემოქმედება, რამაც გამოიწვია თქვენი და თქვენი ოჯახის რაღაც მატერიალური კუთხით შეიძლება უკან დახევა და მოგიწიათ ცალ-ცალკე ყოფნა, ხო? ან მამაკაცი წასულიყო ემიგრაციაში, ან თქვენ წასულიყავით, ან სხვადასხვა ქალაქში წასულიყავით, აქ თითქოს იცით როგორი მომენტი არის, რომ აქ აი ნახეთ თქვენს ურთიერთობაში კონკრეტული ნამუშევარი არის, კონკრეტული მოპარული არის ენერგიები. ეს რატომღაც იცით როგორი ენერგია მომდის, რომ აქ არის როგორი სიტუაცია, აქ არის ცოტა საგვარეულოს მომენტი, ესე შეიძლება ითქვას. აქ თითქოს სახლი, რომელშიც იმყოფებოდით, რაღაცნაირად ზეგავლენას ახდენდა თქვენ ურთიერთობაზე. შეიძლება ესე გითხრათ, რომ აი კონკრეტულად იმ სახლში თითქოს იმ სივრცეში თითქოს
ადამიანი რომ შემოდის სახლში და აგრესიული ხდება, ხვდებით, აი თითქოს სახლი იყო თქვენი ურთიერთობის დამანგრეველი, ესე რომ ვთქვათ, აი რაღაცა იმ სახლში ისეთი ენერგეტიკა იყო, რომ მუშაობდით, წვალობდით, მაგრამ წინ არაფერი მიდიოდა რაღაცნაირად ურთიერთობაში, ანუ გიყვარდათ ერთმანეთი, ძალიანაც ბედნიერები იყავით ერთმანეთთან, ოღონდ სახლის გარეთ, როგორც კი იმ სახლის მდგომარეობაში იმყოფებოდით, რატომღაც თითქოს აგრესია იმატებდა ერთმანეთის მიმართ, არა მარტო იმ პარტნიორის მხრიდან, არამედ თითქოს თქვენც რაღაცნაირი ხდებოდით, ხვდებით, აი რაღაცა აქ ცოტა უფრო სერიოზული მაგიაა ჩართული, აქ უკვე ესე ვიტყოდი, რომ საგვარეულოს მდგომარეობა მოდის. შეიძლება იცით რა არის, ნახეთ, თქვენი საგვარეულო, ანუ ახალი სახლი იყიდეთ, თქვათ ხო, შეიძლება იქ ეს გვარი თქვენი გვარი იმ ფუძიდან არ არის იმ სახლიდან, მაგრამ აი იმ სახლის ფუძეზეა რაღაცა ისეთი მდგომარეობა, რომელიც თქვენ კი არა ნებისმიერ ადამიანს დაუშლის ურთიერთობას, ხო? აი აქ რაღაცნაირად თქვენ რატო მოგივიდათ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ აი იმ სახლის სივრცეში არის მძიმე ენერგეტიკა, რომელიც არ გაძლევთ ცხოვრების სწორი მიმართულებით წაყვანას, ხო, რაღაც თითქოს სულ იპარავს ენერგიას, სულ რაღაცა ავადმყოფობის მომენტი, თითქოს რაღაცა არაფერი გაწუხებთ, მაგრამ რაღაცნაირად ექიმი ვერაფერს ვერ გეუბნებათ, მაგრამ რაღაცნაირად არ ხართ ისეთ ენერგიებში, რაღაც გამოცლილი ხართ, რაღაც გადაწყვეტილება გინდათ, ვერ ბალანსდებით, ესე რომ ვთქვა, ხო, ესე რომ გითხრათ. აი მეორე ვარიანტი აქ უკვე თქვენი პრობლემები არის წამოსული იმ სივრციდან, სადაც თქვენი ოჯახი, თქვენი სახლი ქვია. აქ უფრო ცოტა ისეთი მომენტია, აქ არ არის მესამე პირის ჩარევა, ხვდებით? აქ მესამე პირი არ არის. აქ კონკრეტულად ფუძეა, რომელიცშიც ხართ. პირველისგან განსხვავებით, პირველში მესამე პირები არსებობენ, მაგრამ აქ მესამე პირი ესე კონკრეტულად არ ჩანს, აქ უფრო ეს რაღაცა სიტუაცია, რომელიც დიდი ხნის წინანდელია, ესე ვიტყოდი, ეს არ არის გუშინდელი და გუშინწინდელი, ეს არის დიდი ხნის სიტუაცია, სადაც აი ნელა-ნელა ადამიანები თითქოს რაღაცნაირად ირევიან, ხო, თითქოს რაღაცა სურვილი აქვს გაიქცენ და აი რაღაცა ერთობლივს ვერაფერს ვერ უყრიან თავს, აი რაღაცა ეს მომენტი არის და შეიძლება კიდევაც რა თქვენი ფინანსური მდგომარეობა რაღაცა სიტუაციაში წავიდა, მოგიწიათ თქვენ სახლიდან გასვლა, ან მას მოუწია და აი თქვენი ურთიერთობაც აი რაღაცნაირად გაცალცალკევდა, ხო, დასრულდა, დამთავრდა რაღაცა ერთმანეთთან თითქოს ნახეთ შეიძლება ფიქრობთ კიდევაც, რომ ეს ადამიანი ჩემზე ნეგატიურად მოქმედებს და ჩემი რესურსი მიაქვს, ან იგივეს ფიქრობდეს ისიც, ხო, რაღაც მეორე ვარიანტთან აქ უკვე ცოტა საგვარეულოსთან არის საუბარი და კონკრეტულად იმ ფუძეზე, სადაც თქვენ იმყოფებოდით, სადაც თქვენი ოჯახი იყო. აი ესეთი გამოვიდა მეორე ვარიანტიც, მოკლედ მიზეზები, ეს საჯარო გაშლა და მიზეზები ასე თუ ისე ვეცადე რომ მეთქვა მაქსიმალურად, რაც შეიძლებოდა, რა თქმა უნდა, კონკრეტულად პირადი დიაგნოსტიკა ყოველთვის უფრო კაფიად გამოსახავს ყველაფერს. მე წარმატებულ ურთიერთობებს გისურვებთ, ბედნიერებას თითოეულ თქვენთაგანს და ყველა იმ ოჯახს ერთიანობას, რომელიც სიყვარულით არის შექმნილი. წარმატებები.